მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ Windows-ის პრივილეგიების ესკალაციაზე, კონკრეტულად კი Windows სერვისების გამოყენებით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი, რომელთაც სტანდარტ იუზერიდან ხდებით ადმინისტრატორის იუზერი. ყველა ჩემი ვიდეო გაკვეთილი ატერეს მოდამხმულო სასწავლო ხასიათს და კიბერდანაშაული იჯება კანონით. ეხლა ვთქვათ, რა არის პრივილეგიების ესკალაცია და როდის ვიყენებთ ამ ყველაფერს. პრივილეგიების ესკალაცია ნიშნავს, რომ ჩვენი მომხმარებლის უფლებები რო გავზარდოთ სტანდარტ იუზერიდან ადმინისტრატორისკენ. და ეს ყველაფერი, ესე ვთქვათ, აუცილებელი არ არის. ბევრ შემთხვევაში შეიძლება პირდაპირ გავხდეთ domain admin-ი, ხო? მაგრამ elevated პრივილეგიები საჭიროა მაგალითად credential dumping-ისთვის, persistence-ის გამოსაყენებლად, ან რაღაცა firewall-ის კონფიგურაციის შესაძლებლად, ხო? და მნიშვნელოვანია principle of least privilege გავაკეთოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ჩვენი, ესე ვთქვათ, მიზნისის გვჭირდება, ხო? სანამ, ესე ვთქვათ, exploitations დავიწყებთ, ზოგადად ვთქვათ, ხო, ანუ რა არის ეს Windows სერვისები, ხო? სერვისი არის სპეციალური პროგრამა, რომელიც ჩვეულები რომ ავტომატურად იწყება Windows-ის ჩართვისას, ხო? მაგალითად იქნება ეს Windows Defender-ი, firewall-ი, Windows Update-ი თუ ასე შემდეგ, ხო? სერვისს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი თვისება, ეს არის binary face-ი, startup type-ი, service status-ი და logon on S, ანუ რომელი იუზერის სახელით იმუშავებს. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ჩვენს კომპიუტერში არსებული სერვისების შემდეგი ბრძანებით PowerShell-დან get service და გამოიტანს ყველა სერვისების ჩამონათვალს, ხო? ეს არის სერვისის სახელი, რა მდგომარეობაში ეს სერვისი და რა სერვისის ტიპი არის, ხო? პირველი რა ვექტორიც უნდა ავიღოთ, ეს შეიძლება იყოს unquoted service pace-ები, ხო? ანუ სწორად ვერ გადავთარგმნოთ ქართულად, ეს არის ბრჭყალების გარეშე დატოვებული გზა, ხო? აი ამის მაგალითი აქ მაქვს, შეგვიძლია შევხედოთ. აი ასეთი სერვისის რაღაცა სერვისის pace-ი გვაქვს, ხო? ანუ აქ არ არის ბრჭყალები გამოყენებული და გვაქვს სიტყვებს შორის, აი როგორც ხედავთ, space-ები. ანუ ეს ხდება მაშინ, როდესაც სერვისის შემსრულებელი ფაილის გზა შეიცავს ეგრეთ წოდებულ space-ებს და არ არის ჩასმული ბრჭყალებში, ხო? Windows-ი ასე დროს ცდილობს იპოვოს ფაილი პირველივე გამოტოვებამდე, ხო? ამიტომ ახლა მაგალითად თუ ასეთი რაღაცა სერვისის space-ი გვაქვს, ეს იქნება აი ესეთი, ჯერ ამას შეასრულებს Windows-ი, ხო? ანუ პირველს იპოვეს პირველ space შეხედავს და აქ გაჩერდება და გვექნება program excepts გაუშვებს, შემდეგ გვექნება program files და აი აქ გაჩერდება და vulnex-ი გვექნება და შემდეგ გვექნება უკვე ეს, ხო? ასე შემთხვევაში თუ ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ ფაილი აი ამ ესე ვთქვათ დირექტორიაში, სერვისი ამ შემთხვევაში უკვე ჩვენს მიერ შესრულებულ კოდს გაუშვებს. ჩვენ ესე ვთქვათ შეგვიძლია მოვძებნოთ, ანუ ესეთი unquoted service pace-ები თუ არსებობს ჩვენ სისტემაში, ამის მოძებნა ჩვენ შეგვიძლია, ხო, შემდეგი ბრძანებით. აი ამ ბრძანებით შეგვიძლია ვიპოვოთ ისეთი unquoted service pace-ები თუ არსებობს სისტემაში. ჩემ შემთხვევაში ამაკ არაფერს არ გამოიტანს, იმიტომ რომ არ არსებობს. თქვენ შემთხვევაში ეს ყველაფერი შეიძლება რომ არსებობდეს. მეორე, ესე ვთქვათ, რაც შეიძლება იყოს, ეს არის modifiable service-ები, ანუ მოდიფიცირებადი სერვისები. ზოგჯერ ესე ვთქვათ, თავად სერვისის კონფიგურაცია არის სუსტი და თუ მომხმარებელს აქვს რაღაცა change config უფლება, ჩვენ შეგვიძლია ამ შემთხვევაში შევცვალოთ სერვისის bin pace-ი
და მივუთითოთ ამ შემთხვევაში ჩვენი ფაილი. ახლა შეგვიძლია ჯერ შევამოწმოთ ისე უბრალოდ გავუშვათ აქ რა სერვისები გვაქვს ბრძანებით. აი მაგალითად ბოლო სერვისზე შეგვიძლია აი ამ ბრძანებით შევამოწმოთ. ანუ უბრალოდ SEX-ზე და QC ბრძანებით ეს არის იგივე query config-ი და აქ ნახულობთ binary path name-ებს, ხო? აი მაგალითად ამ სერვისის binary path name-ი ვნახეთ. თუ ჩვენ შეგვიძლია მის შეცვლა, მაშინ სერვისს შევუცვლით გზას და მივუთითებთ ჩვენს მავნე ფაილზე. ეს უბრალოდ ამ ბრძანებით შეიძლება მე ახლა ბრძანებას გაჩვენებ უბრალოდ რომ ბრძანება იცოდეთ. service.exe config შემდეგ წერთ სერვისის სახელს, მოდი ეს გადმოვაკოპიროთ. აი მაგალითად ჩვენ სასურველი სერვისის სახელს მერე bin path და უკვე ვეუბნებით რაღაცა სადღაც არის ხო მაგალითად c მაგალითად tempi და სადღაც თქვათ payload x რაღაცა ხო არა აქვს მნიშვნელობა რომელი იქნება ეს ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ მესამე გზაც ეს არის weak file permission-ი აქ პრობლემა ის არის რომ ფაილს აქვს სუსტი უფლებები ხო ანუ სერვისის რაღაცა თავდაპირველი .exe ფაილი მდებარეობს აქაღალდეში სადღაც ჩვენ გვაქვს ჩაწერის ანუ write modify უფლება ხო როგორ პოულობთ ახლა ამას ოკეი მოდი გავასუფთავოთ ეს ტერმინალი და icals და მივუთითებთ მე აქ ფრჩხილებში უბრალოდ რაიმე სერვისის სახელს ხო ეს ნიშნავს რომ access control-ის ანუ ვეძებთ მომხმარებელს built-in users ან authenticate user-ებს თუ მათ უწერიათ მაგალითად m ეს ნიშნავს modify-ის ან f ნიშნავს full controls ხო და ეს ნიშნავს რომ ჩვენ შეგვიძლია ეს ფაილი წავშალოთ და ჩვენი მავნე ფაილი დავარქვათ რაღაცა იმავე სახელით ხო და ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ user account controls-ას bypass-ი შეგვიძლია გავაკეთოთ ანუ მაგალითად თუ მომხმარებელი არის local administrator-ის ჯგუფში მაგრამ მაინც access-დნაირს მიიღებს ხო ეს არის user account control-ის ბრალი medium integrity ნიშნავს ჩვეულებრივ რეჟიმს და high integrity ნიშნავს იგივე აი ეს ranas administrator-ი რაც გვაქვს ხო იგივე რეჟიმი არის შემოწმებით შეგვიძლია შევამოწმოთ თქვათ whoam-ით ნახავ და groups ბრძანებას გავუშვებ და თუ ხედავ ამ ბრძანების გაშვების შემდეგ თუ დაინახავ მაგალითად mandatory labels ან medium mandatory labels ეს ნიშნავს რომ user account control-ი გზდავს და გჭირდება bypass ტექნიკა როგორც არის მაგალითად fault helper-ი ან computer defaults exploit-ები და ასე შემდეგ ხო დღეისათვის სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეო დასრულებული არის პრივილეგიების ესკალაცია ყოველთვის არის რისკის და სარგებლობის გათვლა და ყოველი ექსპლოიტი ტოვებს კვალს ლოგებში ხო და ამიტომ ყოველთვის უნდა ეცადოთ რაღაცა principle of least privilege გააკეთოთ და სამუშაო დასრულების შემდეგ სისტემა დააბრუნოთ რაღაცა პირველნელ მდგომარეობაში რომელშიც ის იყო თუ რამე ვერ გაიგე შეგიძლიათ დაწერო კომენტარები არ დაგზარდებით აგიხსნით ყველაფერს და ასევე თუ მოგეწონა საერთო ჯამში ვიდეო გთხოვ გამოიწერო არხი და დაალაიქო ვიდეო